ჩართულია რასტრი. ამერიკელი მეცნიერები თვლიან, რომ ბედნიერებისადმი მიდრეკილება მემკვიდრეობით გადადის, ამიტომ ერთნი ყოველთვის კარგუნებაზე არიან. სხვები კი დეპრესიაში მხოლოდ იმიტომ ვარდებიან, რომ თქვათ ტრანსპორტში ხელი ჰგრეს. თუნდაც ყველა თქვენი ნათესავი და წინაპარი უიღბლო იყოს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენც მუდამ ცხვირპირი უნდა ჩამოგდიროდეთ. სცადეთ, გიხაროდეთ ყოველი ახალი დღის გათენება და ნებისმიერ უსიამოვნო სიტუაციაში გამონახოთ რაიმე სასაცილო და პოზიტიური. დაუჯერეთ ტელერეცეპტს, თქვენი ბედნიერება თქვენს ხელთან. იმისათვის, რომ ბედნიერების გრძნობის მოპოვება შეძლოთ, აუცილებელია ბედნიერების რეცეპტი. ამისათვის საჭიროა 99.9 თავდავიწყება, კონცენტრირებული სიამოვნება, ნახევარი მისხალი ტკბილი მოგონებებისა და მომაჯადოებელი ხიმილის 100%-იანი ხსნარი. მაშასე ავიღოთ თავდავიწყება. გავხსნათ მასში კონცენტრირებული სიამოვნება. ამას დავუმატოთ ნახევარი მისხალი ტკბილი მოგონებებისა და მომაჯადოებელი ხიმილის 100%-იანი ხსნარი. ყველაფერი ეს მოვზილოთ სიყვარულის საფუარით. ცომი მსუბუქი, ფაფუკი და ბედნიერი უნდა იყოს. არ დაგავიწყდეთ, რომ რეცეპტის დამზადების დროს არ უნდა დაემორჩილოთ ახირებულ აზრებსა და შიშს. მიიღეთ დღეში 2 ჯერ, დილა-საღამოს 2 ჯერადი დოზებით. რეცეპტის მიღების შემდეგ დაივიწყეთ ყველაფერი და გააკეთეთ თქვენი საყვარელი საქმე. სულ ერთია რა იქნება ის, წიგნის კითხვა, მუსიკის მოსმენა თუ თავარია თქვენი საქმე სისხლ-ხორცეულად გიტაცება. ასე რომ უნდა იბნევით თქვენი ბედნიერება თქვენს გვერდითაა, ხოლოდ იმოქმედეთ მაესტროს ბედნიერების ტელერეცეპტით და თქვენ აუცილებლად იპოვით მას. I knew that I would not.